ნეიროლინგვისტურმა პროგრამირებამ გადაწყვიტა, რომ არ დაკავდეს პირფერობით, ასე ვთქვათ, რაღაცა ურაზრუნები და პირდაპირ დაარქვეს ყველაფერს თავისი სახელები. ტუალეტში კეტავამ კაც, თოფითად გახარზეთ. ეს არ ვიცოდი, ძალიან სერიოზული რამ მითხარი. ამას ქვია შიზოფრენოგენული კომუნიკაცია. ჯამთელი ადამიანი რომ მოათავს ესეთი კომუნიკაციის პირობებში, ნახევარ წელიწადში, ერთ წელიწადში მაქსიმუმ შეგიძლია საშინელებები დამართო და არსად არ წავა. მე ვარ გაზასარევი, ალექსანდრე მაკედონელი და ის სოკრატე და ნაპოლეონი ერთ პერსონაჟი განსხეულებული, აი ყველა დანარჩენები ხარ ნაგავი. მოგესალმებით, ეს გახლავთ ლიკა ყაზბეგის პოდკასტი. დღეს ჩემი სტუმარია ფსიქოთერაპევტი, NLP-ისტი, თუ NLP-ერი, ამას დავაზუსტებთ. ვახო ვახტანგ ჯაფარიძე. მოგესალმები, ვახო. დიდი ხანია არ მინახი ხარ და ცოტა მოსულკებო. კი ბატონო. პირველი კომპლიმენტი მიიღე ჩემგან. სადარბაზო მიჭერს უკვე. იმ კონდიციაში ვარ. ვახო. ცოტა საშიშად ხო არ ჟღერს, ნუ შენთვის ვიცი რომ არ ჟღერს ნეიროლინგვისტური პროგრამირება. მე მახსოვს წლების წინ, როდესაც გავიგე, ცოტა ანუ შემეშინდა ვერ ვიტყვი, მაგრამ აი ეს პროგრამირება ცოტა ყურს ჭრიდა და ვისაც ვუთხარი რომ მე დავდივარ ვიარე რამდენიმე თვე ერთ ადამიანთან, ძალიან საინტერესო ლექციები იყო. და ვისაც უთხარი ცოტა იძაბებოდნენ, ეხა დაგვაპროგრამებ, მეუბნებოდნენ. მოგეთ, აი მინდა რომ ეს მითი გავფანტოთ პირველ რიგში, აუხსნათ მოკლედ რაც შეიძლება მაყურებელს ნეიროლინგვისტური პროგრამირება, ისე რატო არ შეუცვალეს სახელი. მე ვიცი, მახსოვს რომ იყო ამაზე საუბარი, მაგრამ დატოვეს, ხო? და ცხოვრებაში არ გამიგია რომ ვინმე რამეს შეცვლილს აპირებდა მანდ. არა. თუმცა სამივე შამქმნელს ვიცნობ პირზე გოცნით. და პროგრამირება, იცი რა, სიტყვა პროგრამირება უნდა წარმოთქვა შესაბამისი ტონით და განსხეულებული ბოროტები შეგრძნება და გიშტება. სინამდვილეში ბავშვს რო ზდით და ეუნებით, რომ აი საჭმელი შეჭამე და მე წადი და კომპიუტერებზე ითამაშე, აპროგრამებთ, აბრაჯანდაბას აკეთებთ. პროგრამა? რჩევა დარიგება არ არის? აუ. გამოუცვალოთ სახელები და იდეაში სულ ყველაფერი არის პროგრამირება. იმიტომ რომ ჯერ აჩვევ ადამიანს რაღაცას, სასარგებლოს ან უსარგებლოს და მე როგორც კი ეს გადადის ჩვევაში, ეს არის ბზა, სააზროვნო ქცევითი პროგრამა. ესე იგი კეთილი და ბოროტი პროგრამირება ისე ვთქვა. ნეიროლინგვისტურმა პროგრამირებამ გადაწყვიტა, რომ არ დაკავდეს პირფერობით, ასე ვთქვათ, რაღაცა ურაზრუნები და პირდაპირ დაარქვეს ყველაფერს თავისი სახელები. კი ბატონო, როგორც არის. მე რა თეორია გამიგია კიდე, რომ ჩვენი ფიზიოლოგი, დიდი ფიზიოლოგი შატბერაშვილი და პავლოვის შრომები აიღეს, შეაერთეს და აი ესე შექმნეს NLP. აუ, მჯერთი არც ავინ მალავს, რომ თვითონ NLP-ის სპეციალისტები არ მალავენ, რომ პავლოვიდან აქვს წამოღებული, ფრიც პერლზიდან აქვს, ერიქსონ, ძალიან ბევრი რაღაც. NLP არ არის მეცნიერება, ერთი. NLP არ არის ფსიქოლოგია, მეორე, ხო? აი ეს ორი შეცდომა უნდა დავუშვათ. NLP არის ტექნოლოგია, რომელმაც შეხედა ყველაფერს, სადაც რაღაცა კარგად მუშაობდა, მოაშორა ეს ესთეტიკური გარე ეფექტები, დატოვა მზა ალგორითმები, მუშა ალგორითმები, გაამარტივა ის მაქსიმალურად, რომ შესაძლებელი გამხდარიყო ამ ალგორითმების გადაცემა სხვა ადამიანებისთვის და შესაბამისად გააკეთა ის, რაც გააკეთა, ხო? იმიტომ რომ NLP როგორ იქმნებოდა საერთოდ, საიდან წამოვიდა? NLP დაიწყო ფსიქოლოგების სწავლით და ამიტომ ეშლებათ ხოლმე ხანდახან რომ ფსიქოლოგია. იმ დროს ამერიკაში იყო დაახლოებით 150-მდე მიმდინარეობა ფსიქოლოგიის, ფსიქოთერაპიის, self-help-ის და ასე შემდეგ და ერთმანეთში ამათ ჰქონდათ გამათი ვისი მიდგომა უფრო სწორია.
საერთოდ ძალიან მარტივი იყო ამის გარკვევა, შედეგებს უნდა დავხედოთ და მივხვდებით, ვისი მიდგომა არის სწორი, მაგრამ რატომღაც შედეგს არავინ არ უყურებდა და აღმოჩნდა მერე, რომ ამათგან სისტემური შედეგის დადება, აი მოვიდა ადამიანი რაღაცა პრობლემით და ჩვენ დაახლოებით ან ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ, აი რამდენ ხანში და როგორ გავათავისუფლებთ ამ პრობლემისგან. აი ეს საერთოდ არ განიხილებოდა ამ მიმართულებით აზროვნება და იმ პერიოდში იყო 3 ადამიანი გამორჩეულად, რომელიც დებდა აი ამ ზუსტ შედეგს. ერთი იყო მილტონ ერიქსონი, თანამედროვე ჰიპნოთერაპიის ბაბუა. მეორე გეშტალტის შემქმნელი ფრიც პერლსი და მესამე ვირჯინია სატირი. საოჯახო ფსიქოთერაპიის ასევე ბებია. და დაიწყეს ამ ადამიანების მოდელირება რა არის? აი მაგალითად შენ რაღაც კარგად აკეთებ. რაღაცაში ხარ დაუსტატებული. შენი მეტყველების შესწავლით, მასზე დაკვირვებით, არავერბალური ქცევის დაკვირვებით, მაგალითად სხეული რას აკეთებს, თვალები რას აკეთებს, ხმა როგორ მუშაობს, ანუ შენი აზროვნების გამომხატველი გარე ნიშნებით. შესაძლებელია შევისწავლოთ შენი აზროვნება, როგორ აზროვნებ იმისთვის, რომ ის რასაც აკეთებ, კარგად რაც გამოგდის, ხო? ასე თქვა, ამას რა აზროვნება ჭირდება რა. შემდეგ ამის საფუძველზე შევქმნათ გარკვეული სავარჯიშოები და ვასწავლოთ სხვებს. იგივენაირი ოსტატობა, ხო? ან მასთან მიახლოებული. შესაბამისად, აი ამ 3 ფსიქოთერაპევტს ჰქონდა ძალიან განსხვავებული მიდგომა. მაგრამ, როდესაც დაიწყეს სიღრმისეულად მათი ალგორითმების შესწავლა, როგორ მუშაობს ეს ხალხი, აღმოჩნდა, რომ სადა იმავს აკეთებენ. სხვადასხვა ფორმით. კი ბატონო, ფორმის განსხვავებით ალგორითმი იყო ერთ და იგივე. და შემდეგ გამოიყვანეს აქედან ასე ვთქვათ, პირველი მოდელები NLP-ს, რომელსაც ფსიქოთერაპიული დანიშნულება ჰქონდა. მაგრამ ამის შემდეგ NLP წავიდა ძალიან შორს. მათ გარეშე უკვე გამოიყენება, პრაქტიკულად ყველა სფეროში, სადაც ადამიანის აზროვნება ჭირდება. გამოიყენება სპორტში, გამოიყენება ბიზნესში, გამოიყენება ხელოვნებაში, გამოიყენება სამხედრო საქმეში, გამოიყენება რეკლამაში, პროპაგანდაში. ძალიან, ასე ვთქვათ, უნივერსალური გახდა და რიჩარდ ბენდლერი, ერთ-ერთი შემქმნელი, მას აკნით ესეთი რაღაცა, რომ თქვენ ხო ხართ ჩემი სტუდენტებიო და ჩემთვის ყველაზე გასახარებელი ამბავი იქნება, რომ თქვენ აიღოთ NLP და იმ სფეროში, სადაც მოღვაწეობთ, აიყვანოთ იქ ძალიან დიდ სიმაღლეებზე, ხო? რასაც აკეთებ. არ მინდა რომ მაინდა NLP-ისტი იყო. მინდა რომ შენ საქმეში გახდეთ ძალიან მაგარი, აი თუნდაც რაღაცა გენიოსობის მწვერვალებს მიაღწიო და ამაში დაიხმარო NLP. საბამისად, NLP ეს არის ტექნოლოგია, რომელიც სწავლობს, ასე ვთქვათ, ადამიანის წარმატებულ გამოცდილებას იმისთვის, რომ გაამეოროს ეს წარმატება ან გააუმჯობესოს. ანუ მოარგოს თავის პროფესიას. მე ეს ინსტინქტურად გავაკეთე, სანამ NLP-ს ასე თუ ისე გავეცნობოდი, 30 წელია უკვე მოდელებს ვასწავლე, არ მოდელებს, მოყვარულებსაც, სიარულის ხელოვნებას. კი ბატონო. და სხვათა შორის სიარულთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, მე როდესაც დავდიოდი და ვისთანაც დავდიოდი ბატონ დავით ამირეჯიბთან. იქ მან არ იცოდა ჩემი პროფესია და ერთი ლექცია სიარული მანერები აი ამას მიუძღო და რომ ვუსმენდი, აი ჩემ გაუცებას საზღვარი არ ქონდა. ეს ყველაფერი მე პრაქტიკაში უკვე პროფესიონალურ დონეზე მე თვითონ ამას ვაკეთებდი. და რა თქმა უნდა ამას ვაგრძელებ. ეხლა წერანში რაც თქვი, ანუ ფაქტურად მე ამას ვაკეთებ. მოვარგე NLP ჩემს სტუდენტებს, მოსწავლეებს. და უკვე 1 წელი კი არ ვასწავლე. 3 თვეში ყველაზე ბატივით მოსიარული ადამიანს შეიძლება შევასწავლო იდეალური სიარული. NLP-ს აქვს ეს დამახასიათებელი მხარე, ძალიან აჩქარებს დასწავლის პროცესებს, ძალიან აჩქარებს ტრანსფორმაციულ პროცესებს, იქ სადაც ეს არის სასარგებლო და სასურველი. აი შენ სიარულთან დაკავშირებით რა სიტყვი? თვალის სხვანაირად გექნება დაკვირვებული.
შენი ხედვა იქნება. ანუ სიარულთან დაკავშირებით ისევ რადგან მე ამ პროფესიაში ვარ, მაინტერესებს სიარულის მიხედვით. რა შეგიძლია თქვა და რამდენი რამ შეგიძლია თქვა ადამიანზე? შენ როგორც NLP-რმა ცხოვრებაში არ დამისვავს საკუთარი თავისთვის ესეთი ამოცანა. მაგრამ შემიძლია გითხრა ესეთი რაღაც, რომ ნებისმიერი არასიტყვიერი ქცევა არის აზროვნების რაღაცა ნაწილის გამომხატველი. შესაბამისად, ის თუ რატო დადის ადამიანი ისე, როგორც დადის, ამას საფუძვლად უდევს, გარდა იმისა, თუ რა კონსტიტუცია აქვს და რა გენეტიკა აქვს და ასე შემდეგ, ხო? არის კიდე სიარულის მანერა. თბილისელს სადაც გინდა იქ იცნობს სიარულის მანერი, თუ ცხოვრეთში, ხო? ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ მისი, ასე ვთქვათ, ფორმირების პიროვნული ისტორია და ის გარემო კულტურული ცივილიზაციური ფენომენები, რომელიც მასზე მოქმედებს, პოულობს ამაში გამოხატულებას. ანუ მე რა ვიგულისხმობ, თქვათ ადამიანი მოდი შენსკენ და შეხედე, ქალი, კაცი, რომელიც არის მოხრილი, მოდის დამძიმებული ნაბიჯებით, თავჩაქინდრულია. ამაზე ხო შეგვიძლია რაღაც ისტორია ავაგო და შთაბეჭდილება შეგვექმნას უკვე ვინ მოდის ჩვენსკენ. შეიძლება შთაბეჭდილება იყოს მცდარი, თუ ამ ადამიანს პირველად ხედავ. თუ ადამიანს კარგად ვიცნობ და სხვა სიტუაციებში მყავს ნანახი, ხო? NLP-ში არის ეს ინსტრუმენტი კალიბრირება ქვია. ანუ როგორ? კალიბრირება. მაგალითად, როგორი ხარ, როდესაც გიხარია რაღაცა. მაგალითად, როგორ ჟღერს შენი ხმა, სწრაფად საუბრობ თუ ნელა საუბრობ, პაუზებს აკეთებ, არ აკეთებ, მონოტონურია შენი ხმა თუ ინტონაციურად მდიდარი. შენი სხეული რას აკეთებს, მაგალითად, ბევრი ჟესტი გაქვს ამ დროს, ხო? როგორი ტონუსი გაქვს, როგორი სახის გამომეტყვა. ან მაგალითად, ან სევდიანი როცა ხარ, როგორ გამოიყურები. გადაწყვეტილების მიღების პროცესში როცა ხარ, როგორ გამოიყურები. როდესაც გაინტერესებს რაღაცა ცნობის მოყვარეობის დროს, აი მართლა რო გაინტერესებს, ამ დროს როგორ გამოიყურები, მაგალითად, ხო? როდესაც გაბრაზებული ხარ, როგორ გამოიყურებ. ადამიანს თუ იცნობ რაღაცა დროის განმავლობაში, გიყალიბდება ესეთი, ასე ვთქვათ, შინაგანი პორტრეტები, ხო? აი რა სიტუაციაში როგორ გამოიყურებ. და ეს გაძლევს საშუალებას, რომ მისი შინაგანი მდგომარეობა კარგად წაიკითხო. ურთიერთობაში, კომუნიკაციაში, პედაგოგიურ საქმიანობაში გადასარევი რამეა, რომ მიხვდე რა მდგომარეობაშია ხა ადამიანი, ხო? აი იმაზე ადრე მიხვდე, ვიდრე თვითონ გააცნობიერებს, ხო, ხა აი ამ მდგომარეობაში შევიდე. ამას შეიძლება მრავალი გამოყენება კონდეს. შეიძლება მივეხმაროთ თუ მაგალითად თუ ასწავლით ადამიანს რაღაცას და ამ დროს არის აი დაცრქუნულ შინაგან მდგომარეობაში. ვიცით რომ ამ მდგომარეობაში სწრაფად სწავლა ვერ გამოუვა, ხო, შესაბამისად. რომ ჩაძირულია თავის. შეგვიძლია მივეხმაროთ რომ შეიცვალოს შინაგანი მდგომარეობა მაგალითად. აი მე როდესაც ვასწავლი რაღაცას, ხო, სტენდაპთან მიახლოებული ჟანრია ჩემი, ასე ვთქვათ, ლექცია სემინარები, იმიტომ რომ სერიოზულად ყოველ 5 წუთში ამ ხალხს ეცინება, რატო? იმიტომ რომ ესეც ადამიანი იცინის, ისახალ ნეირონულ ქსელებს ქმნის 10-ჯერ, 12-ჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე დრამატული ემოციების ფონზე. და ძალიან არ მიყვარს სერიოზული სიფათით რომ ასწავლიან რაღაცას. ეს არის ძალიან სერიოზული რამ მითხარი. და აი ხანდახან უნდა იცინოს ღიმილი? კარგად უნდა გრძნობდეს თავს. აი, როგორ გითხრა, უნდა იყოს პოზიტიური ცნობის მოყვარეობა და სიცილი ამას ძალიან კარგად უწყობს ხელს. იმიტომ რომ ხანდახან არის ხოლმე, რომ აი ჩემ ტრენინგებზე, ან ლექციებზე ადამიანები რაღაცას აი არ ამუშავებენ ბევრჯერ, არ აკეთებენ რაღაცა სავარჯიშოებს გალურჯებამდე, მაგრამ მე უკვე გადის 1-2 თვე და ის უნარები, რისთვისაც იყვნენ ამ ტრენინგზე მოსული, აქვთ. ანუ ჩვენ რთულ რაღაცებს სწავლობთ გაუცნობიერებლად, მაგალითად ენა. ენა ხო გაუცნობიერებლად გვაქვს ნასწავლი, ხო? კი. სიარულიც გაუცნობიერებლად გვაქვს ნასწავლი თავიდან. შესაბამისად, ეს არის ძალიან რთული უნარები, რომლებიც ჩვენ უპრობლემოდ ავითვისეთ თავის დროზე. და თუ ჩვენ ვიყენებთ აი ამ ბუნებრივ პროცესებს ადამიანის დასწავლής, twins მოწონს ძალიან სწრაფად სწავლა. იმისთვის რომ ადამიანის twin-მა ნელა ისწავლოს, ამისთვის პირიქით რაღაცა უნდა დავმართოთ ადამიანს, რომ ასე ვთქვათ, მისი ინტელექტი გახდეს დაახლოებული ძაღლთან. ხო, თროხა დაჩქარებულია და ესე იგი NLP არის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი აი ამ უამრავი მიმდინარეობიდან, რაც
საქართველოში და შემოდის, ეხლა ხანს ბიოსინთეზი შემოვიდა, სადაც დავიწყე სიარული და მეგონა რომ მოირგებოდი ჩემ პროფესიას, მაგრამ ვერ მოერგო. NLP არის საუკეთესო. რატომ აირჩია NLP? აი, როდესაც ხო გადაწყვიტე ფსიქოლოგობა, ხა ესე უცებ ხო არ მოვიდა ერთ დღეში. შედეგიანობა დავინახე ძალიან სწრაფად საკუთარ თავს. და სად ისწავლე? წიგნებში. არსად არ მისწავლია. დევიდ გორდონის წიგნი შემხვდა, პირველი წიგნი იყო თერაპიული მეტაფორები. მე დავიწყე რაღაცეების გეკვა. მე პირველ სიტყვა NLP გავიგე, ჩემი დიდი მეგობრისგან, ძალიან სერიოზული მეცნიერი და ფსიქოლოგი, ქალბატონი მედია ინაშვილი. რომელმაც მითხრა, რომ აი ამ მიმართულებით გაიხედე და შეიძლება რაღაცა საინტერესო აღმოაჩინო და პირველი რამდენიმე ტექნიკა მისგან მაქვს ნასწავლი ხო NLP-ის კლასიკა და მე ჩაგითხრა სვიშის ტექნიკა და შემდეგ და გამომდინარე იქიდან რომ მე ვარ ზარმაცი მეც გამორჩება როდესაც ხედავ რაღაცა მუშაობს სწრაფად შედეგიანად და შედეგი არის მდგრადი მე ნუ აი მომწონს ხოლმე ამ რაღაცეების ეხ გამახსენდა რადგან ორივე ესეთები ვარ ნუ ესე ვთვლი ჩემ თავს და ხმამაღლა ვამბობ ერთი იაპონელი ბიზნესმენი იყო რომელსაც ჰქონდა დიდი ქარხანა და სპეციალურად იწვევდა თანამშრომლად ესეთ ადამიანებს რატომ ისინი ისეთ გზას პროულობდნენ რომ მარტივად მიიღწიათ მიზნისთვის და მე ეს ამის გაყვავილ გზაზე მიდიოდა ჭკვიანურია ხო ერთ-ერთ ჩემ მეგობარს ესეთი ჰიპოთეზა ქონდა რომ ადამიანი შექმნა სიზარმაცემო და როგორ მეთქი და ხო იყო მაიმუნისებრი ისა პირველი რაღაც წარმონაქვს აი გასანამ გაადამიანურდება და ნუ 4-ზე დადიოდაო და მე გაზარმაცდავ და როგორ გაზარმაცდა საჯდომი გაეზარდაო და საჯდომი რო გაეზარდა სიმძიმის ცენტრი შეიცვალა ადგა რო ადგა ადაპტირდა სიზარმაცისგან გასწორდა მაინც გახდა ჰომო ერექტუსი შვენიერია როგორც ვიცი შენ მარტო საქართველოში არ მოვაწეობ ძალიან ხშირად მოგიკითხეთ მეგობრებმა შენთანაც ხო დავდიოდით ძალიან საინტერესო შეხვედრები გქონდა და იყავი ყაზახეთში ხშირად მე მგონი შენი მეორე სახლია ხო ყაზახეთში ყველაზე ხშირად ყაზახეთში არ ვიცი კიდე ყაზახეთში შენი პროფესიით ჩემი პროფესიით ეს არის გეოგრაფია რა ვთქვა ეს არის ყაზახეთი ეს არის თურქეთი ეს არის ევროპის ქვეყნები საფრანგეთი ნიდერლანდები და დუბაი საფრანგეთი და ევროპის ქვეყნები ქართველი ემიგრანტები ალბათ ნო შენ ორენოვანი ხარ და ნუ აი ხო ორენოვანი არა ოთხი ხო ეს არ ვიცოდი ეს ძალიან დიდი ფუფუნება ძალიან და ამიტომ გაქვს ესეთი ფართო არეალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ყველაზე ადვილად და დასამორჩილებელი რა ენელპური სიტყვა სუფთა დასამორჩილებელი არა რო დაექვემდებარა შენ სწავლებას მოდი ესე ვიტყვი ვინ არიან ქართველები ალბათ არ იქნებიან ყველაზე ქართველებს ხო ჯერ უჭირთ ყველაზე დისციპლინირებული მადლიერი საკუთარ თავზე აი კარგად მომუშავე არის ზუსტად ქართველი ой რას ამბობ კი ბატონო შემრცხვა ეხა რა ცუდი წარმოდგენა რამდენად აი ქართველი კლიენტი რამდენადაც მადლიერია წესიერია და აი რამდენადაც პასუხისმგებლიანია მუშაობის დროს ქართველებზე საუბრობ კი ბატონო აი იმდენად აკლია ხარისხიანი სერვისის მიწოდება ბაზარს. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი მესამე ფსიქოლოგია ერთ-ერთი საუკეთესო აუდიტორია სამუშაოდ ჩვენი. ერთად აი რაც მითი იმის შესახებ ქართველები დისციპლინა და რაღაც ეს არის ნუ შეიძლება ნუ დააგვიანდეს კონსულტაციაზე 10 წუთი. აი ამაში გამოიხატება უდისციპლინობა. მაგრამ შემდეგ როდესაც ამაში ასე ვთქვათ ეს ჩვენი რიტუალია დაგვიანება. ეროვნული გასართობი. ამიტომ გააკეთე ქართულენოვანი YouTube-ი მეგონი ქართულენოვანი გაქვს მხოლოდ ხო? Facebook-ი ალბათ. YouTube-ზე მეგონი Facebook-ზე რაც იდება ამას ვაკოპირებთ YouTube-ზე ჯერჯერობით ეს უსისტემოდ ყრი რომ იყოს ასე ვთქვათ შენახულ მდგომარეობაში და მე ვნახოთ. ჩვენი ადამიანები არიან ერთ-ერთი ალბათ ყველაზე აი ხარისხიანი აუდიტორია მე ესე ვიტყოდი.
გასაგებია, გულწრფელად გამიკვირდა. ხო, იმიტომ რომ გამიხარდა. სხვაგან როგორი რაღაცა იცი, მოვა ადამიანი და მიდით გააკეთეთ ახლა რაღაცა, რომ მე უცებ ან კარგად გავხდე, ან რაღაცა დიდი ფული ვიშო, ან შედეგი. ანუ ეს მზაობა, რომ მე უნდა გავაკეთო ამისთვის რაღაცა, ჩვენ ხალხში ძალიან მაგარია. ბახო, ვიცი რომ ფსიქოლოგებს უნდა ყავდეთ ფსიქოლოგი. შენ თუ ყავს თავიანთი ფსიქოლოგი? არა. რატო? რავი, არ გჭირდება. ნუ პრინციპში ხარ როგორ რაღაცა იცი? გავდება. იმისთვის რომ მიხვდე, საერთოდ გჭირდება თუ არა ფსიქოლოგი, შეაფასო ალბათ ძალიან მარტივი რაღაცეები. პირველი. შენ ჯანმრთელობის მდგომარეობა, რამდენად მოგწონს? ერთი. იმიტომ რომ ეს შენ ჯანმრთელობაზე აისახება შენი ცხოვრების წესი. შენი ცხოვრების წესი, მათ შორის შენი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შედეგი. მეორე, ფინანსური მდგომარეობა შენი რამდენად მოგწონს ასე თუ ის. წარმატებულობა რამდენად მოგწონს? პირადი ცხოვრება, საზოგადოებრივი ურთიერთობები, მეგობრები, სტატუსი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი რო შეაფასო, მაგალითად 5 ბალიანი შკალი. და ყველგან 4-5, 4-5. არანაირი ფსიქოთერაპევტი, NLP-ერი. ისა რა ქვია, ჯადოქარი და მაგი არ გჭირდება. თუ გამოგდის ცხოვრება დამოუკიდებლად, ეს მითი, რომ ვიღაცა გჭირდება საკუთარი თავის შესაცნობად, არის ბოდვა. იმიტომ რომ თუ გამოგდის ყველაფერი კარგად, ესე იგი საკუთარი თავის შეცნობის მექანიზმების ჯანსაღი გაქვს და ამ შეცნობის დასკვნებს პირდაპირ პრაქტიკაში იყენებ, ხო? არის კიდევ ორი პარამეტრი, რომელიც შეიძლება გაზომო. ერთი არის შენი ცხოვრების დონე. ანუ რა შესაძლებლობები გაქვს, ხო? სოციალური. მეორე, ამ შესაძლებლობებთან ერთად შენი ცხოვრების ხარისხი. რამდენად ბედნიერი ხარ, რამდენად გრძნობ თავს კარგად. მაგალითად, ფინანსურად შენი დონე არის მაღალი, მაგრამ ბედნიერი ხარ? შეიძლება იყოს პირიქით. ბედნიერი ხარ, მაგრამ შესაძლებლობები გაქვს დაბალი, ხო? როდესაც ესეც გაკმაყოფილებს შესაძლებლობებით და ხარისხით შენი ცხოვრების, ესე იგი ამ შემთხვევაში შველა გარედან არ გჭირდება, იმიტომ რომ შენ არ თმევ თავს. მითი რომ ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი ჭირდება ყველას არის მითი. მაგრამ ეს კულტურა εν რაოდენობით, ასე ვთქვათ, სახჭვაზე მყოფ ადამიანს ვიცნობ, ვისაც გადასარევად გამოსდის ცხოვრება, არის ბედნიერი, შემოქმედებითი, ძალიან შედეგიანი, ტკბება ცხოვრებით და ასე შემდეგ. ესეთი პოპულარული გახდა და ძალიან ბევრი ფსიქოლოგია, ძალიან ბევრი მიმდინარეობაა. შენ როგორ უყურებ ამ ყველაფერს? მოგწონს თუ მაინტერესებს შენი აზრი? ნუ, როგორც ყველაფერს, ამას ექნება დადებითი მხარეები, უარყოფითი მხარეები. დადებითი მხარეები არის ის, რომ ზოგადად მოსახლეობის გაცნობიერებულობა მატულობს ამაში და ცოტა დრო უნდა რომ ბაზარმა დალექოს, ასე ვთქვათ, პროფესიონალები და დილეტანტები. მე გადამხდა, ვიყავი ერთ-ერთ ფსიქოლოგთან, იმ პერიოდში ვიყავი ურთიერთობაში და მინდოდა წამოსვლა. და ამ ადამიანმა, ჩემთვის ძალიან ავტორიტეტული ადამიანი იყო, ნუ ეხლაც, მაგრამ დაუშვა ძალიან სერიოზული შეცდომა. ისეთი სიტყვა მითხრა, რომ მე ამ ურთიერთობაში დავრჩი და გავაგრძელე ყოფნა, როცა უნდა წამოსულიყავი მაშინვე და თვლი, რომ ეს ძალიან ჰუმანური ადამიანია, მაგრამ ეს შეცდომა ჩემთან მიმართებაში დაუშვა. ასე რომ ჩემი აზრით, ფსიქოლოგს უნდა კარგად არჩევა. ცირა. რატომ მომწონს NLP? იმიტომ რომ NLP-ს არ აქვს წარმოდგენა იმის შესახებ, როგორი უნდა იყოს ადამიანი, როგორი უნდა იყოს ურთიერთობები. ნორმის წარმოდგენა NLP-ში არ არსებობს. ყველაფერი გამომდინარეობს იქედან შენ რისი შექმნა გინდა. იგივე ურთიერთობების თემას რო შევხედოთ. მოდი გამოვიხედოთ. ფაქტიურად შეიძლება დღეს გავაკეთოთ კონსტატაცია, მთელი პლანეტის მასშტაბით, რომ პროექტი სახელწოდებით ოჯახი ჩავარდა. იმიტომ რომ ბედნიერი და ჯანსაღი ოჯახი უფრო გამონაკლისს წარმოადგენს სტატისტიკურად, ვიდრე ნორმას. დამჩენები, როგორც წესი, აწვალებენ ერთმანეთს. მარტივად რო ვთქვათ, ხო? ესე იგი, სისტემურად რაღაცა არ ხდება იქ სწორად. და კლიენტებს, რომელიც მოდიან ოჯახური პრობლემებით, ყოველთვის ვეუბნები ესეთ მარტივ რაღაცას, რომ თქვენ უნდა შექმნათ თქვენზე მორგებული თქვენი ოჯახური ცხოვრების მოდელი. ნუ უსმენთ ნურავის აბსოლუტურად. პირველი დაფიქრდი, ბედნიერი ცხოვრებისთვის შენ რა გჭირდება?
აი როგორი ცხოვრებით გინდა იცხოვრო რომ მე თქვა რომ აი ესე უნდა იცხოვრო ადამიანს ხო ბედნიერი რომ იყო ეს ერთი იმისთვის რომ ესე იცხოვრო როგორი ადამიანი გჭირდება გვერდით ეს მეორე მე იმ მეორე ადამიანს რა ჭირდება მისი ბედნიერებისთვის ეს მესამე და მეოთხე შენ თუ შეგიძლია ეს იმას მიცე თუ ესენი დაემთხო ერთმანეთში მაშინ ეს ადამიანები ქმნიან აი უნიკალურ მოდელს აი შეიძლება სხვამ შეხედოს და თქვას აი რაღაც არ არის ეს სწორი მაგრამ ისინი იქ არიან ბედნიერები წარმატებულები ჯანსაღები და ასე ვთქვათ გაუმარჯოს ღმერთმა ხდა ეს რას მოვაყოლე იმას რომ მე ყოველთვის ვეკითხები ადამიანს რომ რა გინდა მაგალითად მინდა ურთიერთობებიდან წამოსვლა ოკეი კარგი გარკვეული გაქვს შენთვის ბოლა აი საიდან იცი რომ გინდა ხო მოდი ორივე ვარიანტი შევაფასოთ იმისთვის რომ ეს შენი გადაწყვეტილება არ იყოს წამიერი ემოციური ხო აი ანუ ცდილობ რომ დაარწმუნო სიზუსტეში ხო მისი გადაწყვეტილების ისტორიის გადამოწმება სხვა არაფერი და ის რომ მან სხვა რაღაცეები ცადოს არა არ უნდა ადამიანს და რა თუ უნდა წავიყვანო იქითკენ სადღაც გასაგებია ბახო აუცილებლად უნდა გვასწავლო რამე საინტერესო ტექნიკა ისეთი მარტივი ჩვენ რო გვიყვარს სარმაც ადამიანებს მარტივი და ისეთი უფრო აი თინეიჯერებისთვის ახლა მე თინეიჯერებთან მაქვს საქმე და ძალიან თავდაუჯერებლები არიან აი ძალიან მაქვს ერთი ესეთი ფრაზა ძალიან მომწონს სტანისლავსკი ცნობილი რეჟისორი თავის მსახიობებს ეუბნებოდა რომ სუფთა NLP-ს მიდგომა მე მგონი ხო შეიძლება იყო გათვითცნობიერებული ამ ყველაფერში არ ვიცი თავის მსახიობებს ეუბნებოდა რომ ითამაშე ბედნიერი ადამიანის როლი და 15 წუთში გახდები ბედნიერი ლიკა ყაზბეგის პოდკასტი იწერება პოდკასტ ზონაში. ჩვენი მხარდამჭერები არიან დიზაინერები თამუნა კოპაძე და დიზაინერი ფოტია. ასევე ჩვენი მხარდამჭერები არიან ლომიძეების მარანი და სილამაზის აკადემია პროვანსი. მე რო გასწავლიდით, რამდენი წლის წინ იყვეთი 20 წლის წინანდელი ამბებია, ხო? მაშინ ცხენებს მზერით ვერ ვაჩერებდი. გაცილებით უფრო მარტივი და სწრაფი მეთოდები არსებობს, ვინდა გითხრა. უყურე. მოდი დავიწყოთ იქიდან თუ საიდან მოდის თავდაუჯერებლობა. ორი რაღაცა უდევს საფუძვლად. პირველი, წარუმატებლობის შიში, რაღაცას ვერ ვიზავს, ის სწორად ვერ გავაკეთებ და აი ამაზე ღელვას მოაქეს თავდაუჯერებლობა ანგრევს, ხო, ადამიანში. მეორე ეს არის კრიტიკის შიში, განსჯის შიში, საზოგადოებრივი აზრის შიში. აი ის როგორ შემაფასებს ეს რას იფიქრებს, ის რას იტყვის და ასე შემდეგ. ანუ ერთი შიში გარედან არის, ასე ვთქვათ, თორე ჩვენება რომ აი მთელი საზოგადოება ეს თეატრალური ბინოკლები უჭიროთ ესე აკვირდებიან ზემოდან. და მეორეს თვითონ ქმნის. ნუ იდეაში ორივეს თვითონ ქმნის. უბრალოდ კრიტიკის შიში გაუმშავება ხდება აი სოციალიზაციის პერიოდში. შენ უნდა იყო ყველაზე კარგი. ხო? ოღონდ შენ შეგიძლია იყო ყველაზე კარგი კი არა? შენ უნდა იყო ყველაზე კარგი, თუ არადებს მოგვეჭრა თავი. ხო და მე მგონი ეს სიტყვა უნდა ამოვიღოთ ლექსიკიდან. უნდა. პირველი რაც შეიძლება გავაკეთოთ ეს არის, აი, როგორ დავძლიოთ წარუმატებლობის შიში, ხო? დავუსვათ საკუთარ თავს შეკითხვა. აი, მე შინია რომ რაღაცა არ გამომივა. და მაქვს კი რეალურად უნარები, რომელიც მჭირდება რომ ეს კარგად გამომივიდეს, რასაც ვაპირებ. თუ მაქვს ყველა ეს უნარი და მაინც მე შინია, მაშინ მანდ არის თავდაჯერებულობაზე სამუშაო. მაგრამ შეიძლება აღმოვაჩინო რომ საკუთარი თავის არ ამჯერა, იმიტომ რომ რაღაცა უნარები არ მაქვს და ობიექტურად არ მაქვს და რაღაცა მაქვს სამეცადინო მაქვს მარტივად რო ვთქვა, რაღაც საშინაო დავალებები მაქვს გასაკეთებელი. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ეს საშინაო დავალებები გაკეთებული მაქვს, ანუ უნარები მაქვს, მაგრამ მაინც ვერა, შეიძლება გაკეთდეს ესეთი მარტივი ტექნიკა. ესე იგი, დამჯდარ მდგომარეობაში კეთდება, არ უნდა დაწვე. და სხეული არ უნდა, აი მაგალითად ისეთ სავარძელში არ უნდა ჩაჯდე, რომ აი ნიკაპი მიიტანო დიაფრაგმამ. ხო, ეს კითხვის ნიშნის ფორმაში არა. პირველი რომ ფილტრებში ნორმალურად ჩადიოდეს ჰაერი და მეორე სხეულში ადეკვატურად რო გრძნობდა რა ხდება. ესე იგი აკეთებ ესეთ რამეს. ხუჭავ თვალებს და წარმოიდგინე რომ ხავ კინოთეატრში. და მოდი გავაკეთებ. დახუჭე თვალი. ცოტა ხანი საკუთარ სუნთქვას დააკვირდი.
და ხა წარმოიდგინე რომ კინოთეატრში ხარ და შენ წინ არის დიდი ეკრანი. და ამ დიდ ეკრანზე ხედავ ესეთ ფერად ფილმს, ანუ ლიკას ხედავ ცხოვრების სხვა ეპიზოდებში, სადაც რაღაცას აკეთებდი კარგად, სადაც იმარჯვებდი, სადაც წარმატებული იყავი. შენი წარსულის წარმატებული მომენტები, შენი გამარჯვებები, ხო, თუნდაც სკოლაში ხუთიანი მიიღე ბაღში ლექსი თქვი კარგად. კიდე რაღაცა და დღემდე მოყოლებული წარმოიდგინე რომ ეს ფილმი არის დი კოლაჟი შენი წარმატებების და გამარჯვებების. თუ გინდა მუსიკაც დაადეს. და რაღაცა მომენტში დღევანდელობამდე რომ მოხვალ, წარმოიდგინე რომ ეს ფილმი გრძელდება შენი მომავალი წარმატებები და დაფიქრდი მაგალითად რაღაცა პროექტი, რაღაცა მიზანი. და წარმოიდგინე რომ იქაც ყველაფერს აკეთებ გადასარევად და მომავალშიც ისევე კარგად გამოგდის, როგორც წარსულში გამოგივიდა უკვე აი ამდენი რაღაც. იმიტომ რომ წარსულის წარმატებებს რო იხსენებ, ფაქტიურად იმ ნეირონული ქსელების აქტივაციას აკეთებ, რამაც შეგაძლებინა ეს წარმატება, ანუ გონება გადაგყავს იმ რეჟიმში, როდესაც გეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, შინაგან ენერგიულობაში, სწორად მოქმედებაში და ასე შემდეგ. და რო ნახავ აი ამ ეპიზოდებს მომავალი წარმატების შესახებ და წარმოიდგინე რომ იქაც ყველაფერი გადასარევად გამოგივიდა და გაახილე თვალი. აბა როგორ ხარ? შვენივრად. ეხლა კიდე ერთხელ დახუჭე თვალი და წარმოიდგინე რომ ეს შენი წარმატებული ვერსია ეკრანიდან გადმოვიდა და შემოვიდა შენ სხეულში პირდაპირ. და ეხლა საკუთარ თავს 1-2-3 წუთი აცალე. ხანდახან სწრაფად მოდის, ხანდახან რამდენიმე წუთი უნდა რომ აი სხეულში წამოვიდეს მთელი ეს რესურსები, ეს თავდაჯერებულობა იგრძნო. სხეულსაც აცალე რომ გადაეწყოს. ერთია რომ წარმოიდგინო რომ შემოვიდა და მეორე სხეულს ვაცალოთ რომ იგრძნოს თან. რაღაც სისავსის შეგრძნება. შვენიერი ტექნიკაა. შენი სახელით. სამი კომპონენტი აქვს ამ ტექნიკას. პირველი, ვიხსენებთ წარსულ წარმატებებს, ხო? აი ეს უყურებთ. რატო გარეთან? რომ ამან მოხსნას არა მარტო წარუმატებლობის შიში, არამედ განსჯის შიშიც. კრიტიკის გარედან რო უყურებ საკუთარ თავს და მოგწონს. მე, იმიტომ იმისთვის რომ მე შემეშინდეს, რომ ვიღაცა რაღაცას იტყვის, რას ვაკეთებ? წარმოვიდგენ საკუთარ თავს, მაგალითად რომელიც რაღაცას აკეთებს და წარმოვიდგენ რომ ვიღაცა ამაზე რაღაცა ცუდს ამბობს. და აქ შენ ხედავ გვერდიდან საკუთარ თავს წარმატებულს. ერთდროულად რამდენიმე კურდღელს გქონთ რა. ხო. როდესაც ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს წარმატებებს, გონება და სხეული გადაერთვება იმ რეჟიმში, რა რეჟიმშიც ყველაფერი გამოგდის იდეალურად ცხოვრებაში, როგორც ესე ვთქვათ, ოსტატობის პიკზე ვართ. შემდეგ ეს მდგომარეობა გადაგვაქვს და უკავშირებთ მომავალს, ხო? მაგალითად რაღაცა გამოსვლა გაქვს კონკრეტული პრეზენტაცია, კიდე რაღაცა მნიშვნელოვანი. აი იქაც წარმოიდგენ საკუთარ თავს, რომელსაც ეს ყველაფერი გადასარევად გადამოვიდა. და მე წარმოიდგენ, რომ ეს საკუთარი თავის ესეთი წარმატებული ვერსია ეკრანიდან გადმოვიდა, შენში შემოვიდა და მე ვაცალოთ 1-2-3 წუთი, რომ სხეულში გაჯდეს კარგად. ერთმანეთში ის ანეკდოტი, რომ გუშინდელი ბორში გიყვართო და კი ხვალ მომბძანდითო. და დავაცადოთ, რომ ასე ვთქვათ, ვიგრძნოთ სხეულში რა. აი ეს სავარჯიშო მაგალითად რო აკეთო, რამდენი 2 წუთი უნდა რა, 3 წუთი ხო? ერთი კვირის მანძილზე ყოველ დღე უკვე საგრძნობი შედეგი იქნება. კიდე ერთი კვირა რო გავაგდოთ, კიდე უფრო საგრძნობი შედეგი იქნება, ხო? აი იმდა ხან დღის რა პერიოდში ვიცი რომ ძილის წინ ჩვენი ქვეცნობიერი ღია და აი იცი რა ჩაძინებამდე სანამ ჩაძინებამდე არა ეს კონკრეტული რატო იმიტომ რომ ჩაძინებამდე რო გააკეთებ აი ამ წარმატებულ ენერგიაზე მომყვან რაღაცას დილის 5 საათამდე იდგები საცოლში ეს ვერ დაიძინებ შესაძლებელია ეს სავარჯიშო კარგი იქნება თუ აი როდესაც ენერგიაზე ხარ და кай ხასიათზე ხარ და ძალდატანებით არ უნდა აკეთო ერთი ეგრე მოტივირებას გაძლევს მშვენიერია რომ სხეულში იგრძნო რა ეს თავდაჯერებულობის გზნობა. შენი სახით ვასწავლე ამას ჩემ გოგოებს. კიდე ერთი ძალიან საინტერესო რაღაცა როგორ მოხსნათ ღელვა კონკრეტული გამოსვლის წინ მაგალითად ხო? მაგალითად აი ხვალ ან ზეგ მაგ რაღაცა გამოსვლა.
დავხუჭე თვალი და დავფიქთი აი ამ მომავალ გამოსვლას და 0-დან 10-მდე შევაფასება რამდენად ვღელავ. თუ ეს არის 3, 2, 1, ეს ღელვა არ არის, უბრალოდ მობილიზება, ხო? აი ცოტა დიდია. მაშინ შეგვიძლია ესეთი რამე ვქნა. წარმოიდგინე, რომ ეს ჯადოსნური დროის მანქანი დროში გადახდი წინ, როდესაც ეს ღონისძიება დამთავრდა. ჩაიარა 1 საათი, მას შემდეგ რაც ჩაიარა და აი იქ ეს ამოსუნთქება რომ იგზაინ და აი ცოტა ხანი წარმოიდგინოთ რომ გავჩერდით იმ მომავალში, აი ამ ღონისძიების შემდეგ ვაცალოთ სხეულს რომ ეს იგზნოს და მე წარმოიდგინე რომ მოიხედე უკან და იხსენებ აი ეს ღონისძიება, ამ ღონისძიება როგორ ჩააბარას ვაკეთებდი. აქედან შეიძლება ძალიან ბევრი საინტერესო მიგნება კონდეს. მაგალითად შეიძლება აღმოაჩინო, რომ აი დამატებით კარგი იქნებოდა, რომ აი ამ რაღაცაზე გამომახვილებინა ყურადღება, ხო? რაღაცა. შიშის მოხსნის გარდა კიდე ხო, დამატებით რაღაცა მაქვს, ხო? გასაკეთებელი შეიძლება რომ უფრო მაგრად გამომიც. შეიძლება აღმოაჩინო, რომ ყველა მზად ახარ აბსოლუტურად და სულ ტყუილად ღელა. შემდეგ ბრუნდები აწყვოში და კიდევ ერთხელ აფასებ 0-დან 10-მდე, როგორც წესი იწევს ხოლმე რა. და შეიძლება რამდენჯერმე გააკეთო, სანამ არ ჩავა დაბალ მაჩვენებლებს. სრაფად კეთდება და კარგად მუშაობს. მე იცი რა გამახსენდა აი იმ ადრეულ წლებში რა გვასწავლე და ძალიან მარტივია, მე მარტივი რაღაცების კეთება მიყვარს. თუ გაგახსენდება ახლა. ანუ ვინც მიჩვეული ხართო ნეგატიურ ფიქრს და ნუ ახლა რამდენიმე ადამიანი ვიყავით. იშვიათობაა, ხო? პოზიტიურად ადამიანი რომელიც პოზიტიურად სამწუხაროდ დილით დაგვავალე, რომ დილით 3 რამ უნდა გვეთქვა, რამე კარგი, რომ აი დღეს მაგალითად მშვენიერი დღე იქნება და საღამოს კიდე. და არავითარ შემთხვევაში არ შეადაროთო ერთმანეთს. დღემდე ვაკეთებ ამას. ნუ ჩავარდნები მაქვს და მაბიწყდება ზოგჯერ, მაგრამ ხო, აი ეგ ძალიან. ანუ 3 რაღაცა რაც გინდა რომ მოხდეს დღეს კარგი. ხო, კარგი დადებითი. და საღამოს 3 რაღაცა რაც კარგი მოხდა ფაქტიურად. ოკეი, გადასარევი რამე. ეს ასწავლის ყურადღებას შედეგზე ორიენტირებაში დილით. და საღამოს ნაწილი საკუთარი თავის მადლიერებას გასწავლის. ახან გამოგივიდა, ნუ ნარკოში ვარიყავ, შენც ვიყავ ამის მონაწილე, ხო? ხო, მოდი ვისაუბროთ ტოქსიკურ ურთიერთობებზე, რომელიც ხო, ძალიან აქტუალურია და ყოველთვის იქნება აქტუალური. მოკლედ, ძალიან ბევრი ადამიანს ვიცნობ, ვისაც აი ოჯახური პრობლემები ჰქონდა და ერთ-ერთს გავიხსენებ, ცნობილი მსახიობია ეს გოგო, რომელიც დაშორდა წლების წინ თავის ქმარს, რომელსაც ჰქონდა ძალიან ცუდი ისტორიები და მე გამოვიდა ტელევიზიით და ამაზე ისაუბრა. და ჩაქოლა ხალხმა და ჩაქოლეს რატომ? მათ შორის იყო ჩემი რამდენიმე ახლობელი ადამიანი, ინტელექტუალი ადამიანებიც, ქალებიც, რომლებმაც დაუწერეს, რომ აქამდე სად იყავი, რატო არ ამბობდი. და მე მივხვდი, როგორც ქალმა მივხვდი, რომ ეს ადამიანი დაატრიგერა რაღაცამ და ამიტომ ამოიღო ხმა. მეორე ფენომენი კიდე ძალიან ცუდად მოიხსენებენ ქალებს, რომლებიც არიან ტოქსიკურ ურთიერთობაში. ამის გაგება მამაკაც გაუჭირდება. ბევრ ქალსაც უჭირს იმის გაგება, თუ რატომ არის ტოქსიკურ ურთიერთობაში ქალი 5 წელი, 10 წელი, შვილები იზრდებიან ამ ოჯახში, შვილების თავს ხდება მეორედ მოსვლა, ეს დედა, რომელსაც უყვარს თავისი შვილები, მაგრამ მაინც ანუ ვერ აიძულებს თავს, რომ აი ფეხი გადმოადგას ამ სხურბს და წამოვიდეს. ეს რა მაზოხიზმია? ეს მაზოხიზმი. მე დაახლოებით ვიცი. მაზოხიზმი არა. ეს რა ფენომენიც არის და აი მინდა რომ შენ როგორც NLP-მა, როგორც ფსიქოლოგმა აუხსნა, ამას აქვს თავისი ახსნა. ესე ბევრი ხალი აკეთებს. მე ბატონო. უნდა თუ არ უნდა? მოდი პირველი ის ვთქვათ, რომ არის ეს საინტერესო ფენომენი, როგორც დასწავლილი უნიათობა. როდესაც იცი, რა უნდა გააკეთო, შეიძლება ეს გააკეთო, მაგრამ ვერ აკეთებ. და ვერ ხსნი ამას ვერაფრით. ეს არის დასწავლილი უმოქმედობა. მოდის საიდან? ამას ქვია შიზოფრენოგენული კომუნიკაცია. ჯამთელი ადამიანი, რომ მოათავს ესეთი კომუნიკაციის პირობებში,
ნახევარ წელიწადში, ერთ წელიწადში მაქსიმუმ შეგიძლია საშინელებები დამართო და არსად არ წავა. და ეს არის ტექნოლოგიური პროცესი და არა შემთხვევითობა ან რაღაცა მორალური ზიმახინჯე. რაში გამოიხატება ეს ტექნოლოგიური პროცესი? მოდი წარმოვიდგინოთ ესეთი ცნობილი ექსპერიმენტია. აიღეს გალია. გალიაში ჩასვეს 5 მაიმუნი. ზემოთ ჭერთან ახლოს ჩამოგიდეს ბანანი. მიადგეს კიბე. ესე ამ კიბით შეიძლება ახვიდე ბანანი მოწყვიტო. ამ კიბის გასწვრივ მოათავსეს სახანძრო ტრანსპორტი. საიდანაც წყალი ძალიან დიდი წნევით ურახუნებდა ამ კიბეს. ესე იგი, რამდენჯერაც ეს მაიმუნები ცდილობენ რომ ავიდნენ და ეს ბანანი მოწყვიტონ, იმდენჯერ დაუბათქუნა ამ წყალმა და ჩამოყარა ესენი დაბლა. ცოტა ხანში რა ხდება? ერთხელ, ორჯერ, მე-1000 ცდაზე ესენი ხვდებიან რომ აზრი არ აქვს. გაჩერდა ხუთივე. ამ ბანანისკენ აღარ იხედებიან. აი როგორც კი ამათ შეწყვიტეს რაღაცა ცდები, რას აკეთებენ ექსპერიმენტატორები. გადმოიყვანეს ერთი მაიმუნი აქედან და ჩასვეს ახალი. ეს ახალი მაიმუნი უყურებს აი ამ 4 ფშიერ იდიოტს. ეგერ ბანანი კიდია, კიბე დგას. რას ვერ ხვდება რატო შიმშილობენ ესენი. და რას აკეთებს ლოგიკურია. მიდის კიბესთან და ცდილობს ავიდეს. ამათ ხო ახსოვთ რომ ეხა წყალი წამოვა დანარჩენებს. რას აკეთებენ? ამათ ჩამოყავთ ეს კიბიდან და არაძლევენ საშუალებას რომ იქავიდეს. ცოტა ხანში ეს ახალიც ჩერდება რა. ვერ ხვდება რატო, მაგრამ ჩერდება. და ამას უკვე როგორი რაღაცა წარმოეშვება, იცი? რომ ეს ბანანი არის რაღაცა წმინდა, საკრალური არ შეიძლება. თუ მიზეზები არის ესე ჩდება ტაბუები რა, საზოგადოებაში. რა მოხდა? ესეც რომ ასე თქვა, დამშვიდდა ეს ახალი მაიმუნი. აი იმ მაიმუნების რიცხვიდან, ვისაც აქვს ეს წყალში ბანაობის გამოცდილება, 4 წელი ხო დარჩა. იქიდან კიდე ერთი გადმოსვეს, კიდე ერთი ახალი ჩასვეს. სიტუაცია განმეორდა. და ცოტა ხანში აბსოლუტურად გამოცვალეს ეს მაიმუნების შემადგენლობა. არც ერთს არ დასხმია წყალი არასდროს, მაგრამ ხუთივე ზის და აი ამ ბანანს უყურებს და ადგილიდან არ იწვრება. ეს ტელეპათია თუ რა არის? ტელეპათია არ არის, რეალურად ვასწავლეთ. შიზოფრენოგენული კომუნიკაცია რა არის, იცი? თბილი დუში, ცივი დუში. აგერ ბანანი გეუნება რომ მოდი, კიბიცკებს მოქმედებისკენ და დუში ამ მოქმედებას თრკუნავს. უყურე რა ხდება ტოქსიკურ ურთიერთობაში. ერთი პარტნიორი მეორეს დისკომფორტს აყენებს, უქმნის პრობლემას, სტრესულ პირობებში აგდებს, აგინებს, ცემს, აგზნობინებს თავს ცუდად. ამის შემდეგ აუცილებლად აძლევს რაღაცა ჯილდოს. ემოციურს, ფინანსურს, რეპუტაციულს რაღაც. ერთხელ, ორჯერ, 10ჯერ ცოტა ხანში პარტნიორის მეორებს ხვერპლი გაუცნობიერებლად სწავლობს იმას, რომ აი ამ ტანჯვაწამებას აუცილებლად რაღაცა სიამოვნო მოყვება. და შემდეგ აგრძელებს ამ ურთიერთობაში ყოფნას მაშინაც კი, როდესაც ეს ჯილდოები აღარ არის. ეს მოლოდინი რჩება. მოლოდინს იმახსოვრებს და ამას რაციონალურად აქვს ესეთი გამოხატულება, რომ აი რაღაცა აუცილებლად შეიცვლება, აი დრო უნდა. ტერორიზმის ფსიქოლოგიაში არსებობს ესეთ საინტერესო ფენომენი, მოდი ესე ვთქვათ რა. რომ თუ რაღაცა ტანჯვაწვალების შემდეგ არის რაღაცა ძალიან მაგარი ჯილდოს მოლოდინი, ამ ქვეყნიური ან იმ ქვეყნიური, ანესთეზია ემართება ადამიანს. აი ამ ტკივილს ვეღარ გზნობს ისე ინტენსიურად. ველეთ? წამებულები ხო? ფანატიკოსები, რომელიც თვითონ მიდიოდნენ სიკვდილზე და შეგონიან როგორ უნდა გააკეთო ეს. იქ ძალიან სერიოზული მარადიული ცხოვრების მოლოდინი აქვს, უსერიოზულესი ჯილდოა და ეს უცვლის აი ამ ემოციის ვალენტობას შესაბამისად და ამას ვეღარ აღიქვავს ტკივილად, პირიქით. ხო და ასეთ ურთიერთობებში ხდება ერთი ნორმატული მაზოხიზმის დასწავლა. და შემდეგ ადამიანი ვერ აზროვნებს. პრობლემა იმაშია, რომ
ესეთი მსხვერპლი ვერ აზროვნებს ფიზიკურად არის twin დაწკუნული. მთლიანად არის დამორჩილებული მეორე ადამიანს. კი ბატონო. რომელიც არის ხო? რატო აირჩია ესეთი ცალკე საკითხი? რატო აირჩია? რატო ირჩევენ ხოლმე ესეთ ადამიანებს? ბავშვობაში სადღაც აი ჩასახვიდან 7 წლამდე ასაკში ყალიბდება ესეთი რაღაც, რასაც ქვია ცხოვრებისეული პოზიცია. ცხოვრებისეული პოზიცია ეს არის ჩემი, ასე ვთქვათ, ჩემი დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ და დანარჩენების მიმართ, ხო? და აქედან შეიძლება იყოს 4, რომ მე ვარ კაი ადამიანი, შენ ხარ კაი ადამიანი. ამ შემთხვევაში რა ხდება? ხო, ერთმანეთის მიმართ მიტრიალებული ვართ პოზიტიური მხარეებით და იმ შემთხვევაშიც კი თუ გაგვიჩნდა რაღაცა საკონფლიქტო, რას ვაკეთებთ? ვლაპარაკობთ და რაღაცა გააწყვეტილებას პოულობთ. შეიძლება იყოს მეორე სიტუაცია, რომ მე საკუთარი თავი მიმაჩნია უარგისად, არასაკმარისად, ასე ვთქვათ, სიყვარულის უღირსად და ასე შემდეგ. ანუ მე ვარ დანარჩენებზე უარესი. ყველა სხვა არის ჩემზე უკეთესი. ამ შემთხვევაში რა ხდება? როდესაც გვაქვს რაღაცა კონფლიქტი, ინტერესთა კონფლიქტი, ხო? ვისი ინტერესები უნდა, ასე ვთქვათ, დავთმოთ და შევწიროთ მსხვერპლად, ჩემი ბუნებრივია, მაგრამ ისინი ჩემზე კარგები არიან. მე არ ვარ ისეთი ღირსეული, როგორც ისინი. შესაბამისად ეს მაზოხიზმისკენ განწყობა აი ბავშვობაში ყალიბდება იქ. მესამე პოზიცია შეიძლება იყოს ესეთი, რომ მე ვარ გადასარევი, ალექსანდრე მაკედონელი და სოკრატე და ნაპოლეონი ერთ პერსონაჟი განსხეულებული, აი ყველა დანარჩენები ხარ ნაგავი ელემენტარულად, ხო და ჩემი ნებასურვილის განხორციელების ინსტრუმენტი. და აი ეს ორი თუ შეხვდა ერთმანეთს, სადისტი და მაზოხისტი, იქნებათ იდეალური თავსებადობა. ანუ არავინ არ სადარწავა. იმიტომ რომ ერთმანეთს ზუსტად იმას აძლევენ, რაზეც არიან დაპროგრამებულები. ამიტომ აი იმის თქმა, რომ აქამდე სად იყავი, რატო არ წახვედი, რა გიშლიდა ხელს, უშლიდა ხელს ის, რომ მისი გონება იყო იმდენად დათრგუნული, რომ მე ამას ვეძახი, საკუთარი სრულფასოვნების დავიწყების მდგომარეობა. ადამიანს ექმნება ილუზია, რომ აი ეს მთელი უნარები, განათლება, რა ვიცი, სოციალური კავშირები, რაც აქვს, აი ამას ყველაფერს ვერ გრძნობს და საკუთარ თავს იმ მომენტში გრძნობს ძალიან უნიათოდ. და შესაბამისად, აი ეს იმპულსები, აქტიური, ლიდერული, ვერ ირთვება მაშინ. ტრაგიკული სიტუაცია ისევ შეხედა. ძალიან წარმატებული ქალები ვიცი, რომლებიც აი ესეთ ურთიერთობაში ყოფილან და ძალიან გაუცებული ვარ ხოლმე. ისე შეიძლება დაემართოს ნებისმიერ. გარდა ამისა, საზოგადოება უტენის თავში, რომ აი წარმატებული ქალი ისეთი ქალური ვერ არის, როგორც არაწარმატებული ქალი. ნუ ეს ყველა უთოდან ისმის. ესეც არის არა. ჩვენ მოვახერხეთ და შევქმნით სიტუაცია, სადაც ნუ ქალები იძულებულები გახდნენ 90-იანებში. თქვა, დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი, ხო? კაცებმა ხო 90-იანებში თავის უმრავლესობაში უბრალოდ მოიხსნეს სოციალური პასუხისმგებლობა. და ქალებს მოუწია თურქეთში სიარული ამ რაღაც კლეჭატი ჯანთებით. ხო გვახსოვს ყველას ეს ამბები, ხო? რაღაცა პერიოდი იყო, რომ ქალებმა ზურგით ათრიეს და ასე ვთქვათ, ოჯახები ფაქტიურად გადაარჩინეს. ქალებმა ძალიან დააშავეს მაშინ. რომ კაც ამაზე ცუდი, მე ესე ვთვლი. დააშავეს არა. ცუდი რა უნდა გაუკეთო? იძულებულები გახდნენ. წართვა მამაკაცობა. წართვა მამაკაცობა? ნუ თუ არის შესაძლებელი, რომ შენ წაგართვან მამაკაცობა, არც გონია ესე იგი. არა, მე სხვანაირად ვთვლი, როდესაც კაც არ აძლევს საშუალებას, რომ იკაცოს და მიდიხარ, აი ტუალეტში კეტავ ამ კაცს, თოფითად გახარზეთ? გაკოჭილი ხავს დივნის ქვეშ გაკ შეტენილი რა არ აძლევს საშუალებას, აი უნდოდა და პირდაპირ ვერ ისა აქვია, შენ შეუშალე ხელი, აი კარებში ჩადექი, გარეთ არ გახვიდე, უთხარი თუ რასაკეთებ. ქალმა თუნდაც თავისი უმოქმედობით ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ კაცი აამოქმედოს. უნდა გააკეთოს, მაგრამ აი უნდა ხო მე. იმ მომენტში იყო ძალიან მარტივი ამოცანა და შვილების გადარჩენაზე იყო საუბარი. ხო და არ ქონდათ იმას ლოდინის თავი, როდის მუზა და ადგება და რამეს იზარს. და მიიღეს პასუხად, ცოლის გამოგზავნილი თანხებით, კაცები არ ჩენდნენ თავიანთ საყვარლებს.
ну ეს ცალკე თემა, თუ გინდა ამაზეც ვისაუბროთ. ხო, აი ძალიან შოკი მქონდა ეს პირველად რო გავიგე ესეთი ამბავი და მე გავიგე მრავალჯერ. ხო. კი ბატონო. მე მოდი დავიტოვებ, რომ მე მაინც სხვა აზრი. როგორ არის, იცი? ქალები გავიდნენ, ასე ვთქვათ, საშოვარზე, მარტივად რო ვთქვათ, და მათ გაუჩნდათ გარკვეული უნარები და სკილები. ლიდერული სკილები, ფულის კეთებას გარკვეულ სხვა უნარები უნდა, ხო? შესაბამისად, სამწუხაროდ დაინგრა ოჯახები. ეს უნარები რო შეიძინეს და ვთქვათ სოციალური უსაფრთხოება მათი გაიზარდა, ხო? ნუ მერე დაიწყეს გარშემო ყურება, აბა მე რა ზღებულობ საპასუხოდ, როდესაც ამდენ რაღაცას ვდებ და მაგითო დაინგრა ოჯახები. კიდე უფრო ღრმად თუ გინდა შევიდე, შემიძლია გითხრა ესეთი რაღაც, რომ რაღაცა მომენტებში რო დააკვირდე, ხო? ქცევებს. ჩვენ საზოგადოებაში ძალიან ხშირად იპოვი არასექსუალური ნიკროფილიის გამოვლინებებს. ანუ სიკვდილისკენ ტოლვა უფრო ძლიერია, ვიდრე სიცოცხლისკენ. რატო? ნუ ეს უნდა ვქეკოთ, ასე ვთქვათ, ჩვენი ცივილიზაციური და კულტურული წარსული, იმიტომ რომ როგორ რაღაცა ვიცი, კულტურული ეს სიკვდილი როგორც ასეთი, ეს არის ექსტრემალური გამოვლინება, თორე ისე დამარცხებისკენ ლტოლვა, ჩაფლავებისკენ. ლტოლვა რატომ? ნუ მიზნად ისახო, ქვეცნობიერად გინდა რომ დამარცხდე, მოკვდე და იტანჯო. თუ თვითგანადგურების პროგრამა გაქვს ჩადებული, რომელიც ასევე ბავშვებიდან ტანჯვა წვალებას. ეს მომენტი აი ტრანსფორმაციას რამდენი შენიაზეთ, რამდენი დრო ჭირდება? 2 თვე, 2-დან 3 თვემდე. კვირაში ერთხელ. აი თუ საუბარია ტოტალურად, ასე ვთქვათ. რო თუნდაც აი მოიშორო ეს ლტოლვა დამარცხებისკენ და მისწრაფება სიკვდილისკენ. ხო, უყურე როგორი რაღაცაა. 2 თვე ძალიან. როდესაც გაგიჩნდება. ცოტა დრო. ასე ვთქვათ, როდესაც სიცოცხლის ძალა სიკვდილის ძალაზე იმარჯვებს შენში, მერე გაგიჩნდება კონკრეტული უნარების მოთხოვნილება, რომ ამის რეალიზაცია გააკეთო. ამბიცია როგორც ასეთი, უნარების გარეშე ვერ რეალიზდება. შესაბამისად 2 და 3 თვე ჭირდება იმას, რომ ასე ვთქვათ, ჩამოვაყალიბოთ ის პროგრამული უზრუნველყოფა აზროვნების, რომ მე ამ ადამიანმა დამოუკიდებლად გაიკვალოს გზა და გაიმარჯვოს. გასაგებია. ბახო, რა მაინტერესებს? ამდენი წელია ემსახურები NLP-ს. შენი ტექნიკა თუ აი მოსულა თავში და მოგიფიქრებია? გეტყვი. მე რაღაცა პერიოდში ბახოს ტექნიკა რო დავარქვათ. რაღაცა პერიოდში მე მქონია აუცილებლობა, გაჩნდა ესეთი, რომ ასე ვთქვათ, რაღაცა პროექტებში დამჭირებია დამატებით კოუჩები. თანაშემწეებია. ნუ დიდი შეკვეთა და ვაკეთოს ამ ხალხმა. კლიენტთან რაღაცეები, ჩემს გარდა, ხო? ბევრი ხალხი იყო დასატრენინგებელი. ხო და ეს სხვადასხვა სკოლებიდან, სხვადასხვა მიმდინარეობიდან ეს ადამიანები რო დავიქირავეთ და შედეგი 0-თან მიახლოებული რომ მივიღეთ. აი მთელი სერტიფიკატების, დიპლომების, რეგალიების და მიუხედავად, აი კონკრეტულად ველზე იყო სამუშაო, ნუ ერთმა, მეორე, მეათემ, მეასემ ვერქნა და გავჩერდით და დავჭიქი და დავიწყე საკუთარი მოდელის მოფიქრება და გავაკეთე ჩემი კოუჩინგური მიდგომა, რომელიც არის ძალიან ბევრი რაღაც მიქსი, პლუს ჩემი გამოცდილება. ანუ შენი საავტორო პროგრამა ფაქტურად. აი შარშან ჩატარდა უკვე 4 თვიანი კურსი. სასერტიფიკაციო ქართულენოვანი. მანამდე რუსულენოვანს ვაკეთებდი სხვაგან. ხო და როგორც საჩვენებს პრაქტიკა გადასარევად გამოსდის სამ ხალხს მუშაობა. სიტყვა კოუჩინგი, NLP და ეგეთი ფსიქოლოგია გაგებული არ ქონდა ამ ხალხს მანამდე, ხო? ანუ იძულებული გახდი და შენი რა მოგეფიქრებინე რომ შემდეგ ამ ადამიანთა რიცხვიდან უკვე დავიწყეთ აი ამ პროექტებში შემოყვანა და ნუ ვიცით რომ საიმედო დასაყრდენი გვაქვს. ყველაზე მიახლოებული მიმდინარეობა ფსიქოლოგიაში რა არის NLP-სთან? თუ ეს ცალკე მდგომი NLP არ არის ფსიქოლოგია, კიდევ ერთხელ. NLP არის ტექნოლოგია. მათემატიკის, კიბერნეტიკის, ლინგვისტიკის და ნეიროფიზიოლოგიის მიქსი. ტექნოლოგია. იმიტომ რომ შექმნა ვინ? ლინგვისტიკის პროფესორმა და მათემატიკოსმა. არც ერთი იყო ფსიქოლოგი და არც მეორე.
უბრალოდ კარგად რაც მუშაობდა ამ პროცესების სისტემატიზაცია გააკეთეს, ალგორითმიზაცია, თარგმნეს ეს მათემატიკის ენაზე. იმიტომ რომ NLP-ს პრაქტიკულად ყველა ტექნიკას საფუძვლად უდევს რაღაცა მათემატიკური მოდელი, მაგალითად ძალიან ცნობილი სვიშის ტექნიკას არის კატასტროფის თეორია, მათემატიკური. და კიდევ ბევრი ესეთი რაღაც, ხო? მათემატიკოსებს ძალიან კარგად ესმის, რა ხდება, როდესაც NLP-ს ტექნიკას აკეთებს რაღაცა, კიდევ ციფრობრივ გამოხატულებაში ხედავენ, რა ხდება, რა პროცესები მიმდინარეობს ახლა, იმიტომ რომ უფრო სწრაფი შედეგებიც ექნება ალბათ. ვისაც ტექნიკური ნიჭი აქვს. იცი რა, NLP-ს პირველი ნაწილია აი კონკრეტული ტექნიკების სწავლა. ჩემი სტუდენტებიც რომ მეკითხებიან ხოლმე, რა ტექნიკები და ტექნიკები არის 128 თემა საერთოდ. NLP-ში მთავარი არის რა, რომ აი ამ ტექნიკების შექმნა შეგეძლოს პირდაპირ კლიენტთან ურთიერთობის დროს, აი მსვლელობის დროს, ასე ვთქვათ, როდესაც რაღაცას აკეთებ, ზუსტად მორგებული კლიენტს. მზა ტექნიკა კარგია, მაგრამ ყველა კლიენტთან ვერ მუშაობს. შექმნას რას გულისხმობ? იქვე რო გამოიგონო. კი ბატონო. იმიტომ რომ უყურე როგორი რაღაცა, მაგალითად შენ გაქვს რაღაცა პრობლემა. იმისთვის რომ ეს პრობლემა შეიქმნა, შენ იყენებ შენს ორიგინალურ სააზროვნო ტექნიკას. ძალიან ხშირად მოდიან ხოლმე ადამიანები და ამბობენ, რომ მაგალითად მაგშიში ან შფოთი ან რაღაცა ვერ მეგონებ, მასწავლე როგორ აკეთებ. რა გასწავლო. აი ამას ხო სპორტის ოსტატი ხარ შფოთიანობაში. კარგად გამოგდის 15 წელია ამით ცხოვრობ. აი ესე აკეთებ, ხო? მოდი ინსტრუქცია დავწეროთ, აი პირდაპირ ჩამოვაყალიბოთ, მომხმარებლის ინსტრუქცია, როგორ შევიქმნათ შფოთი. და ირკვევა ხოლმე, რომ შემდეგ აი ამ შფოთის მისაღწევად კონკრეტულ ნაბიჯებს აკეთებენ. მაგალითად, უნდა გაიხსენოს რაღაცა ბავშვობიდან, მერე უნდა წარმოიდგინოს, რომ დღევანდელი სიტუაცია იმ ბავშვურ სიტუაციას რაღაცით გავს. მერე უნდა უთხრა საკუთარ თავს, ესე იგი ესე მოხდება. ერთ-ერთი ვარიანტი. მე გეტყვი. შესაბამისად, ყველას აქვს აბსოლუტურად ყველა პრობლემას, ყველა პროცესს აქვს თავის შინაგანი ტექნიკა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ. და გაცილებით უფრო შედეგიანია, როდესაც ხედავთ აი ამ რა ტექნიკას იყენებს ადამიანი და შემდეგ აი ამ მისი ორიგინალური ტექნიკის გარდაქმნაში მივეხმაროთ. და მაშინ შედეგი ძალიან მაგარი იქნება. იმიტომ რომ შევქმენით მასთან ერთად მისი ფსიქიკა ამას არ აღიქვას, როგორც რაღაცა უცხო სხეულს, არ ცდილობს ამის გამოდევნებას და ეს უნარი, ესეთი პრობლემების მოგვარების მასთან მთელ ცხოვრება რჩება. მე მქონდა ესეთი შემთხვევა ერთხელ, არ ვიცი რატო დამჭირდა, ამას ვეღარ ვიხსენებ. ვიყავით ჩემს მეგობართან ერთად და მოვინდომე გაბუტა. ოღონდ არაფერი არ მქონდა გასაბუტი. არ ვიცი, დამჭირდა. მოდი ესე ვიტყვი. და ვახო. აი სტანისლავსკი რამდენად მართალი იყო, რომ ითამაშე 15 წუთი, თქვა რაღაცის რო 15 წუთში ისე ვიჩხუბეთ, მართლა ვიჩხუბეთ, მანამდე ვითამაშე. აი კი ბატონო. როგორ შეიძლება პრობლემები არ საიდან მოიტანო შენ თვითონ? როგორც კი პრობლემას შეხედავ, როგორც დაუგეგმავ შედეგს და მიხვდები, რომ ამ დაუგეგმავ შედეგამდე რაღაცა ნაბიჯებმა მიგიყვანა შინაგანმა და გარეგანმა. მაშინვე მიხვდები, რა მეთოდებს იყენებ იმისთვის, რომ აკეთო ორი რაღაც. პრობლემა შეიქმნა და ბ შეინარჩუნო. ერთხელ ქალბატონი იყო ერთი მოსული კონსულტაციაზე, 20 წელი აწუხებდა ეს დათრკუნული შინაგანი მდგომარეობა და მოიტანა ერთი ტომარა ანკეტები, რენტგენები, კლიზმები, რავი, ყველაფერი ერთად. აი ეს მე მინდა რომ ეს ყველაფერი გაჩვენოთ, რა თმინდა მეთქი და როგორ აი გავლილი მაქვს ამდენი რამეო და მეთქი პრობლემა გააქვს კიდე. ხო, მაშინ მეთქი ეს არის ყველაფერი წარუმატებელი მეთოდების არქეოლოგია და საერთოდ არ მჭირდება. ხოჭი კი შემომხედა და ეხლა მოდი ეს მითხარით მეთქი როგორ იქმნით ამ მდგომარეობას? რას ვიქმნიო? აი ამ დათრკუნულ მდგომარეობას როგორ იქმნით? თან უყურებ რეებს აკეთებს, იმიტომ რომ NLP-ის ინსტრუმენტები გაძლევს საშუალებას, რომ არასიტყვიერი ქცევებით მიხვდეთ დაახლოებით თავში რა ხდება და ვეკითხები, აი როგორ აკეთებ და ესე აწია თვალები ზემოთ და დაიჟღანა. მე შემომხედა და მეთქი ახლა თვალები რო აწია ზემოთ. რა დაინახე მეთქი? არაფერი, აბა მეთქი თვალები დახუჭე და კიდე ერთხელ აი კუთხეში გაიხედე, სადაც თვალები ქონდა მიტრიალებული წეღან. ხო და ნუ აი დღეს რაღაცა უსიამოვნება მოხდაო და ის მომენტი გამახსენდაო.
აი მეთქი და ეს მომენტი რო გაგახსენდა, აბა როგორ გაგახსენდა, აი ეს სურათი რამ ხელა ზომისაა. აი მთლიანად არის ეს რა გარშემო. ანუ შიგნით ხარ, პირველ პირში გახსოვს მეთქი, გეგონება ეხა ხდება ეს რაღაცა და კიო. ფერადია თუ შავთეთრი? ფერადია. მე გახმოვანებულია თუ მუნჯი ფილმია? გახმოვანება კარგად ისმის. ხო და მე ეს არის სტატიკურია თუ აი ვითარდება რაღაცა. არა მოძრავი მიხდი რომ ამის სპეციფექტებით არის. და აი საუბრის დაახლოებით 10 წუთში მივხვდით რას, მეც და ისიც. რომ ყველა უსიამოვნო მომენტს, რაც კი ემართება, მისმა twin-მა, ესე ჩვევა გამოიმუშავა, რომ ამას ყველაფერს ისე ინახავს მეხსიერებაში, თითქოს ეხლა აი ეს ხდება გადიდებული ზომებით, რაღაცა ფერადად, გახმოვანებით და twin-ს გონია, რომ ეს აწყოა. აი, გუშინ მოხდა რაღაცა და twin-ი არქივში არ აბარებს ამას რა. ხო და პირიქით, კაი რაღაცაა, კაი მოგონება გაიხსენე მეთქი რაღაცა, ჯერ ხო 5 წუთი იხსენებდა რაღაცა კარგს და მე აღმოჩნდა, კარგი მოგონება ქონდა, 1-5 მეტრის დაშორებით, აი იქ სადღაც პატარა სურათი, საფოსტომარკაზე. იცის ხალხმა საფოსტომარკა რა არის. რამდენი ხანია ეს კი ცუდი ამბები ქონდა ცხვირწინ. და იყო შეგნით და ეს იყო სადღაც ძალიან შორს პატარა შავთეთრი. მოდი მეთქი აბა რაღაც ერთი პატარა დავცადოთ მეთქი ექსპერიმენტი რომ აი წარმოიდგინე რა ქიან გამოხვედი და საკუთარი თავი გვერდიდან დაინახე იმ უსიამოვნო სიტუაციაში. ეხლა მეთქი აი წარმოიდგინე ხო ფერადი იყო, გააშავთეთრე, დააპატარავე და გაწიე. ხედავ? ამოისუნთქა. ეხლა აი სასიამოვნო რაღაცა იქ რო იყო მეთქი წარმოიღე, წარმოიდგინე რომ ზომაში იზრდება, აი ისე მოწია ახლოს რომ რაღაც მომენტში შიგნით აღმოჩნდა რა. ფერები მიეცი გააცოცხლე, თუ გინდა მუსიკა დაადეს. და აი ესე 10-15 წუთის მანძილზე ვავარჯიშებდი რა. აი უსიამოვნო რაღაცა გაიხსენე, გამოდი, გაწიე და გააშავთეთრე და დააპატარა. სასიამოვნო რაღაცა გაიხსენე და პირიქით, გაადიდე, გააფერადე, მოწიე ხმებს აუწიე და შემდეგ. ესე იგი 15 წუთში კისკისებდა ხალი რა. ხერო ქონა მეგონება. ვიზუალიზაცია კარგად ეხერხება, მას კარგად გამოუვა ეს ტექნოლოგია. კარგი ვიზუალიზაცია ყველას ეხერხება, ეგეც მითია. ადამიანს ვიზუალიზაცია რო არ ეხერხება და სახს ვერ მიაგნებდა. სარკეში ვერ იცნობდა საკუთარ თავს. სარკეში საკუთარი თავი რო იცნო, ანუ უკვე გაქვს შინაგანად როგორ გამოიყურები. თან ზუსტი სურათი გაქვს, გაბლარული კი არა. სარკესთან რომ მიდიხარ, შენი twin-ი ადარებს, აი გამოსახულებაში ეხარას ხედავს, აჰა, ეს მაგ ჩემი გამოსახულება შენახული მეხსიერებაში, ამას ვადარებ, მე ვარ. იმიტომ რომ ამის უნდა რო არ კონდეს სარკესთან რომ მიხვდე, დედა ვინა ეს? სახს ვერ მიაგნებდა, ყველას აქვს ვიზუალიზაციის უნარი და ალბათ დაარწმუნეს სადღაც რო არ აქვს. ძალიან საინტერესო იყო შენთან საუბარი, ამოუწურავია NLP-მ და ძალიან მიხარია რომ ვნახე ამდენი წლის მერე ჩემს პოდკასტში. მადლობა. დავიმშვიდობებით მაყურებელს.